როდესაც მოვხდი შვეიცარიაში, ჩემთვის იყო მიუღებელი ბევრი რაღაცეები, როგორც მათ ჰქონდათ ვასთან მიდგომა. მიუღებელი არა, უფრო გაუგებელი. რატო უნდოდა ამდენი რაღაც, იმიტომ რომ პაპაჩემს სხვანაირად ძალიან მაგარი ვაზი გამოდიოდა. მაშინ მივხვდი არს, რომ ერთადერთი შანსი ჰქონდა ადამიანს აი ამ პრეპარატების გამოყენებით დახმარებოდა ნიადაგი, რომელიც აღიდგენდა სიცოცხლეს. წლების წინ, როცა ამ მიწაზე გიორგი ალადაშვილი იზრდებოდა, ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ სამშობლოში ბიოდინამიური მევენახეობის საწყისი გახდებოდა. ბიოდინამიური ვენახის გაშენების იდეა გაჩნდა შვეიცარიაში. დღეს კი თელავის რაიონის სოფელ რუისპირში შვეიცარიის, იტალიისა და საფრანგეთის გამოცდილებას მეღვინეებს უზიარებს. ფიქრობს, რომ ღვინო ადამიანია, მას შეუძლია გაბედნიერება და ყოველთვის უნდა, რომ სხვისი გაბედნიერების საშუალება ჰქონდეს. შვეიცარიაში ყველა შესაძლებლობა გამოიყენა დარგის შესასწავლად და სამშობლოში კონკრეტული მიზნით და ცოდნით დაბრუნდა, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ხარისხიანი ღვინით წარმოეჩინა. ასე შეიქმნა დიდი საქმე, კიდევ უფრო დიდი გეგმებით. ჩვენ დღეს მოვამზადებთ იმ პრეპარატებს, რომელიც იქნება ჭრაქსზე, ნაცარზე, ტკიპაზე და იმედი მაქვს, რომ გაიზიარებენ ყველანი და თუ სამი შეკითხვა ექნებათ, შეკითხვისთვის მზად ვართ, ადგილებზეც ჩავალთ, მივეხმარებით კიდეც, ანუ ძველ ენერგიაზე ვართ, ჯანზე ვართ რა. უცვლელი შემართებით გვიზიარებს ყველა დეტალს თუ როგორ შეიძლება მოვუაროთ ვას. ეს არის ლაშქარა, რომელიც დაწუნწუხდება და შემდეგ წამლობაზე შევა როგორც ორგანიზმის აღმდგენი, ფოთოლს უხდით კონდიცირებულს, ანუ არცხელა. აქ ახლა დუღდება აუზიდან მოტანილი დაბურღული წყალი, რომელიც არის სუფთა და აუში არიან ბევრი თევზები. თევზს აქ ენრაოდენობით ფოსფორი და ფოსფორიანი წყალი უნდა შევიდა. ანუ წამლობაც ფოსფორიანი წყლით ხდება. გამოწეხილი ჭინჭარი, იგივე ლაშქარა და იგივე ვალერია. ეს რენდებხე არის ყოფილი ბალაღი, რითიც ასპირინს იღებდნენ. მე ხო ხარშავ აქ 20 წუთი და შემდეგ ვაძლევ ამას. იხსნება ნელ-ნელა დავიწყებთ ესე, წყალი უნდა დინამიკაში იყოს და უნდა მოკლედ დინამიზაცია უნდა მოხდეს ამ წყლისა. ლავანდა წავიდა მავნებლებზე 3 კონა, 2 გექტარი ვენახისთვის. ტირიფი. ესეც ჭრაქსერანსარზე მუშაობს. საყვარელმა საქმემ ბევრ საინტერესო ადამიანს შეახვედრა, განსაკუთრებით ახარებს ახალგაზრდების აღმოჩენა, რომლებიც ბიოდინამიური მევენახეობითა და ღვინით ინტერესდებიან. საბედნიეროდ, მოდის ერგი, საქართველოში 22 წლის, 20 წლის ისეთი ახალგაზრდები იზრდებიან, რომელიც ამ კაცს აქვს მუკუზანში პაპისეული ადგილი და მარტო კანამ გააშენა ვენახი. და უნდა რომ მუკუზნის საფერავი ჰქონდეს მაგარი და აი ამას სწავლობს რომ ესე მოუვაროს და ჩვენ დაწუნებული ვართ თუ გამოვა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ესა ჩვენი ქვეყნის მომავალი. მზადების პროცესი გრძელდება, რომ ყველა საჭირო ნივთიერება ერთად აღმოჩნდეს. შავი საპონი. ეს აუცილებელი იქნება რომ შეეწებოს ერთი და მე არის ეს ტკიპები ესე ცურავენ. ეს კიდე მესამე კონცენტრირებული ხსნარი, რომელიც ყველას დამთავრდება ამის დუღილი, მე ჩავასხავთ და ძალიან ცოტა იხმარება. ფაქტობრივად სადღაც 100 გრამი მაქსიმუმი 1 ჰექტარზე. ყველაზე ბევრი რა და ესეც 3ჯერ. ეხლა წავიდა ვალერიანი. ეს უხსნის სტრესს. ჰექტარზე რაღაც 100-150 გრამს უშვებით ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია ჟანგბადით გაჭერება, იმიტომ რომ ეს მოდიფიკაცია ხდება, გამრავლება ხდება. მიკროელემენტების ეს მრავლდება და უკვე აი ამას სადღაც ჰექტარზე 250 ლიტრი წყლით შევიტანთ რა. ეგ არის და ეგ არანაირი დაავადება აღარ გვექნება. გიორგი ალადაშვილს სჯერა, რომ ვენახს მისი ესმის და ღვინოსაც ენერგიას გადასცემს. ითვალისწინებს მთვარის ფაზებს აგროსაქმეში და არ ივიწყებს იმ ცოდნას, რასაც წლების წინ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. აი ეს ყველა მცენარე ხო და ბალახი რაც აქ არის ამოსული მე თქვენ გაჩვენეთ. ეს არის ის, რასაც ხალხი იხდის ფულს და თესავენ. ეს არის იმ ბიოდინამიკის, ეს არის იმ ძველი ტრადიციების მაგალითი, როგორც პაპაჩემს ჰქონდა ხოლმე. ნუ სწამლით ბალახზე, ბალახზე ნუ მოვწამლით, ამ შხამს ნუ შევიტანთ ნიადაგს, ნუ გავანადგურებთ. ნახე რა მას ყვავილებია. ეს არის ის ბუნებრიობა და ბუნებურობა, რაც უნდა იყოს ვენახში. ყოველი წელიწადი უნდა იყოს ვაზის განახლების. ნახეთ, აგერ. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ რა. ეს არის ძირი, აი კიდე როგორ კიდევ საუბრობთ, აქ არის. მაგრამ ერთიც კი არ არის და ერთი ვაზიც კი არ არის შეჭმული, იმიტომ რომ ბალახი. ეს არის ზედმეტი, აქ. ესეც არის ზედმეტი, იმიტომ ერთიც
რიგში მიდის და მოეცეთ. ანუ ესე უნდა იზრდებოდეს. ნახეთ. ანუ მარჯვნივ და მარცხნივ. ეს კარგია. ეს მაისის კვირტია 1 ცალი, 2 ცალი. აქ რაც უზნიანია ყველა სტოვებენ ხოლმე და უნდა ჩავაბარო ფული უშო. შეკაი დედმამიშვილო, რითი უნდა იშოვო ფული სხვა რომ მოშხამო? არ შეიძლება. ეს სწორი ვაზის მიდგომა, ესენი დაბლა იყება დანარჩენ, ეს სწორი ნიადაგი. და ქართველი მაგას მაგერი თუ არ დაუჩოქე ვაზს და თუ არ თხოვე ხო და თუ არ შეგიყვარდა ამას ყველაფერი ესმის. პირველად რომ ვენახში პაპასთან ერთად აღმოჩნდა ეს შეგრძნება დღემდე ახსოვს. დედამიწის ყველა წერტილშიც ვაზთან ურთიერთობისას პაპის ვენახი ახსენდება და ფიქრობს, რამდენად ჰგვანან ან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ვენახში რა შემოვდიო, ეს თვალებს დავხვიჭავ და პაპა ჩემი მიდგა და მე ეს როგორ წავიდა ამ წლებმა როგორ გაიადო როგორ მოვედი დღემდე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თო მე მყავდა ორი პაპა მყავდა ორივე ძალიან მაგარი ნეტად ცოცხლები იყვნენ იმიტომ რომ მეგრე ჩარავინ არ მიდგა პაპა ჩემი დამიდგებოდნენ რა კახეთი რომ ვენახის გარეშე ვერ წარმოუდგენია ამას საკუთარი საქმითაც ამტკიცებს. საქართველოს და ქართულ ღვინოსაც ცნობს მსოფლიოს. ასე მოიწყო საკუთარი ტოსკანა რუისპირში და აქედანვე ყვება დიდ მიზნებზე. მუშაობის დროს მარანშიც არაერთხელ ჩასწინებია და ასე დარჩა მნიშვნელოვანი ფოტო მსოფლიო აუდიტორიას. თილი სადაც 6 ნახევარი იყო ჩავეძინა და რაღაც ეს თქმა მესმის და მინახავი თან რაღაც მეუბნება ინგლისურად იქიდან და ბოლოს გამოდგა ერთ-ერთი გამომცემლობის ბრიტანული გამომცემლობის ძალიან ისეთი წამყვანი ბლოგერი, ღვინის ბლოგერი. ყველაზე იდეალურია სადაც არც ელექტროენერგია, არც ცემენტით, ბეტონით ჩაბეტონებული რაღაცეებია. არის ქვით კირით ნაშენები, ძველი ტრადიციული მეთოდით, რომელიც როგორც სიგრილეს, სინოტივეს, სითბოს, სიყვარულს ინახავს და არატარებს, ასევე არის ჩამხშობი ტელეანტენა გადამცემების. ეხა იხსნება ქისი. ასე ვთქვათ, ჭაჭიდან მოხსნილია და ქვევში ისვენებს სანამ ბოთლამდე მივა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. აქ არც გოგირდები აქ, არც ფილტრაცია გვჭირდება. აქ არის ყურძენი დაწურული და მაქსიმალურად ბუნებრივად მიყვანილი იმ დონეზე, რომ მე მივიღოთ უმაღლესი ხარისხის ღვინო. დიდი გამოცდილება მივიღე შვეიცარიაში. ეს იყო ყველაფერი ვანგარა. საფრანგეთს და იტალიასაც შეეხება, ხო? ძალიან დიდ გამოცდილებას უტოვებ მათაც. ქვევის ღვინის, ბუნებრივი ღვინის, ნატურალური ღვინის წარმოებაში, რაც შეეხება მარნის ადგილის შერჩევაში, ვენახების ჩემებურ სტილში მოვლაში, იმიტომ რომ ხალხი ყველაფერზე მისმენენ და ბევრ რაღაცას აკეთებენ და მე იმედი მაქვს, რომ 1-2-3 წელი კიდე გავაგზავნებ, მაგრამ სამ შევძლებ ფიზიკურად და მე უკვე აქ იქნება ის საშუალება, თუ ვინმე მოვიდოდეს, ჩდებოდეს, სიამოვნებდეს და იძახდეს დიდება უფალს მთელი საქართველოს ისეთ ქვენახოს. ამ სიუჟეტს ალბათ გიორგი ალადაშვილის უცხოელი მეგობრები ნახავენ შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში და იქნება ვიზუალური მასალა თუ როგორ უნდა მოუარონ ქვევრის ღვინოს უცხოეთში. გიორგი ალადაშვილის ყველა მიზანი ბიოდინამიური მევენახეობის განვითარებას, ქართული ღვინის პოპულარიზაციას და სოფლიოსთვის გაცნობას უკავშირდება. იმედოვნებს, რომ დიდი შრომით სულ მალე რუისპირი და მამა პაპის მიწა სოფლიოს მნიშვნელოვანი წერტილი გახდება და კახეთიდან გასცემს ყველა რჩევას მათთვის, ვინც ბიოდინამიური მევენახეობითა და ქართული ქვევრის ღვინით დაინტერესდება.